ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პარკი ვიზიტორებისათვის აიხურა. ადმინისტრაციამ შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა. შეზღუდვები ბაღის ტერიტორიაზე უამინდობის შედეგად განვითარებულ მეწყრულ პროცესებს უკავშირდება. ჭარბი ნალექის შედეგად ბოტანიკურ ბაღში სამხრეთ ამერიკის ფიტოგრაფიულ განყოფილებაში 10-მდე მცენარე დაზიანდა. მეწყერი მიახლოებულია ცენტრალურ გზასა და ბაღის სატრანსფორმატორო ქვესადგურთან. უსაფრთხოების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება პარკის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შეზღუდული ჰქონდათ. ასევე დაზიანდა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებიც. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის უფროსის თამაზ დარჩიძის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე მიმდინარეობს. მისივე თქმით, ვიზიტორებისათვის პარკი გამოდარებისთანავე გაიხსნება. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი, მათ შორის ყველაზე მძლავრი არის ბაღის ადმინისტრაციასთან ახლოს სამხრეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, რომელმაც დააზიანა წყალმომარაგების სისტემები და საფრთხე შეუქმნა ოპტიკურ ბოჭკოვან და ელექტროკაბელებს. აგრეთვე მეწყერი მიუახლოვდა სატრანსფორმატორო ქვესადგურს, შექმნილია მუშა ოპერატიული ჯგუფი და მოხდა სამუშაოების ადგილზე ლიკვიდაცია გუშინ. დღეისთვის გამომდინარე იქიდან, რომ უხვი ნალექი გრძელდება და ძლიერი ქარიანობა ბაღის ტერიტორიაზე, ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დაიკეტა დამთვალიერებლისათვის ბაღი.